დილამშვიდობი საქართველებო, დღეს დავითობარი და გილოცავთ ყველა დავითს. წინასწარ კიდე მადლობა, ვინც მომილოცავს. გადავითვნოთ ქართველებო საქართველოში. ეხლა მე ვიცი, დილა არის, თანაც კვირა არის, ბევრი საქართველოში უმრავლესობა ძინავს, ჯერჯერობით ისვენებს, მაგრამ არა უშავს მე ნახავენ ამას. ეხლა მე მინდა ორი რამ გითხრათ. ეს დაუგეგმავია გუშინ რო გითხარით რას დავდები მეთქი მას უფრო საღამოთი გავაკეთებ. ესე იგი, მეგობრებო, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ გაგიხსნათ უბრალოდ. ამას მე უკვე მეოთხე თუ მეხუთე ჯერ ვაკეთებ, მაგრამ ზოგჯერ ჯოლებსაც ავისწრებათ, მაგრამ ახალები კიდე ძალიან ბევრია შემოსული და გაგიხსნით ამ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს ქართველებს ასეთი გამონათქვამი. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ხო? და როდესაც პირველად მე გავაანალიზე ეს, ვიფიქრე რა შუაშია, ასე დავითი რა დააშავა ისეთი დრო მე ყველაფერი მას თავზე გადატყდეს თქო, გამიგეთ, და მე ამას აყვედრენ ასე ვთქვათ, რომ ამას დააშავებ რაღაცა, მე როგორც დავით მოვიდა, ისე მოგივაო ესე იგი. და სიამოვნეში ეს ასე არ არის, უბრალოდ აქ არის ერთი სიტყვის განმარტება, რომელიც დაემთხვა ამ დავითს. ანუ არის ქართულში ესეთი სიტყვა დავა, ხო? შარი, ერთმანეთში რო ედავებიან ერთმანეთს, ხო? ადამიანები. მაგრამ მე ამ დავის გამო, რომელიც გადაიზრდება უკვე სერიოზულ დავაში, ასე ვთქვათ, გამიგედა, მე ზოგ წვირი გავუყურება, ზოგ შუბლი თვალი და ასე შემდეგ. შედეგად, რაც მოუვიდა სიტყვაზე, ან მე საერთოდ ცხოვრებაში, ხო? ამის გამოა ეს ნათქვამი, რომ აი, რაც მოგივა დავითაო, და არა დავითი და ზურაბი და ის რა ქვია, გელა და გიორგი და ასე შემდეგ, გამიგე? დავით რაც მოგივაო, აი ყველაფერი შენ თავს დააბრალე. აი ეგეთ ის არის, გამიგეთ? ესეთი. ეხლა დღეს, დავდებ სადღაც, ეხლა არის 8 ფევრალია და ეხლა არის 1 წამით, ეხლა არის, 11-ის 8 წუთია უკვე, ხო? 2 საათზე, დღის 2 საათზე დავდებ ვიდეო ლექციას, რომელიც არის, ესე იგი, 2017 წლის თუ არ ვცდები. ძალიან ძველი ვიდეო ლექცია არის, მაშინ მასიურად ვიწერდი ვიდეო ლექციებს, ასე ვთქვათ, და რატომღაც ვიქექებოდი ამდელი და ეს ამომიხდა და ეს ვარჩი. გადამეორება. ეხლა იმ ვიდეოში თქვენ გაიგებთ ჩემო მეგობრებო ასეთ რაღაცას. დავიწყებთ ნოეს შვილებით. ნოეს ყავდა 3 შვილი, ეს მთელმა მსოფლიომ იცით, ხო? იქ იყო დავა, იყო კი არა არის, დღესაც არის დავა, იმიტომ რომ ალაგ-ალაგ სხვადასხვა წერია, ზოგჯერ წერია რომ სემია უფროსი, ზოგჯერ წერია რომ ქამია უფროსი. იაფეთი სტანდარტულად მე-3 ადგილზე დგას, ყველაზე უმცროსია. გამიგეთ, მაგრამ აი აქ თითქოს და პირველობა რაღაცას ნიშნავდეს, თითქოს და. ქამია უფროსი თუ სემია უფროსი. იმიტომ როგორც გითხარი, ალაგ-ალაგ სხვადასხვანაირად წერია. ამიტომ დღეს მე ამას დაგელაგებთ, ანუ გავასწორებთ, როგორც საჭირო კი არა, როგორც უნდა ყოფილიყო ისე და დავამტკიცეთ ბოლო-ბოლო რომელია უფროსი, რომელია უმცროსი, შუათანა და მე კიდე და უმცროსი გასაგებია რომ იაფეთია, ხო? მე ჩვენ გავიგებ თუ რას ნიშნავს სიტყვა უჩინ მაჩინი, ჩვენ გავიგეთ რა იყო აქამდე უჩინი და რა გავხადეთ ჩინარი. თანაც ჩვენ გავიგებთ თუ რას ნიშნავს x-ი. დიახ, პითაგორას მიერ შემოტანილ სიმბოლო x, ანუ უცნობი, ხო? და რა არის ეს უცნობი? ვინ არის უცნობი? და რა არის ყოველთვის გამოსარკვევი, გამოსაყვანი ბოლოში, აი ტოლობა, ჯამი და რაღაცა რო იტყვიან ისე, ხო? იმიტომ რომ უცნობს იმიტომ ხარ რომ რაღაცა უნდა გამოვიანგარიშოთ, რა მივხვდეთ უნდა ვინ არის და რა არის ეს უცნობი, რა წარმოადგენს, ხო? აი ესეთი.
და კიდევ არის იქ ვიდეოში, როგორც მახსოვს, ხო, კი. ისა რა ქვია, დიალექტი. აი ეს ძალიან გავრცელებული თემა არის, ესე იგი, რომ აი ქართულ სივრცეში მეცნიერებიდან მოდის ეს განსაკუთრებით შოვინისტი მეცნიერებისგან, რომ მეგრული და ისა რა ქვია ლაზური, ძირითადში ახლა აქაურს ეხებიან მეგრულსა და სვანურს, რომ ესენი არიან დიალექტები. ეს ამხელა იდიოტობა არის ხო გასაგებია, მაგრამ არის ხალხი კიდევ რომელიც ამას დღესაც კარგად სერიოზულად ურიკინებს. არიან ისეთი კიდევ მეგრელები, რომელმაც არ იციან ფუნდამენტური აი მეცნიერული მტკიცებულებები, რა როგორ მიუდგნენ ამ საკითხს და როგორ. აი კი ზახიან ახლა ზეპირად რო ეს ასე არ არის, მაშინ უნდა დაამტკიცა, ხო? პრინციპში ეს დასამტკიცებელი არაფერი არა, შემოკარგული, იმიტომ ვინაიდან ეს ქართველმა მეცნიერებმა ბევრმა დაწერა, დაწერილი არის ეს, გამიგეთ, დაწერილი არის. აბსოლუტურად ახლა ვისაც ეხებოდა, მაგრამ ეს თქვა, რომ ეს დიალექტები კი არა, ეს არის ენები სერიოზული. გესმით? მაგრამ ვინაიდან კიდევ მიდის ამაზე, ხო? საერთოდ არ მოიხმარებ ხა მე მათ რა ქვია, მეცნიერებს და იმათ ნათქვამებს და მტკიცებულებებს ჩემებურად გეუბნები. ოღონდ მეცნიერული ბაზის გამოყენება. და მოდით დღეს დავამთავროთ ეს, ისე რა ქვია, პატარა ომობანა, რომ თურმე მეგრული და სვანური ყოფილან დიალექტი ენები. რაც არის საერთოდ მართლა სასაცილო და აბსურდი, მაგრამ მე დღეს როგორც ვთქვი, 2 საათს რო დავდებ, იქ იქნება ყველაფერი. და ეხლა მე მიმართავ იმ მეგრელებს, რომელთაც არ ქონდათ ხელში ის საბუთი, რითაც ჰაერში ამბობდნენ. არიან მეცნიერები ორი, მაგრამ მაინც ვერ მივიდნენ იმამდე სამდე ახლა მე მივედი და როგორც ეს 2016-17 წლის ვიდეოა მე როგორც მოს. გესმით, ეს იყო 1-2-ჯერ დატრიალებული Facebook-ზე, მაგრამ მე რა ვიცი, მე სულ სხვა სტანდარტები იყო, მე სხვა იმაზე გადავედი, იმიტომ რომ არ იყო ეს ჩემთვის უკვე ეს რა ქვია. სერიოზული. და იმ მეგრელებს დაუძახეთ, მარგალია ქიგნუძახით ასე ართიანს, რომ მე ხა მეგრულად ვიყავ ჩემ მეგრელებს, ვინაიდან სამეგრელოში ჭირს ყველაზე დიდი რამ. ძალიან საქართველოს ის ძინავს, მაგრამ სამეგრელოს კიდევ უფრო მეტად, ისე როგორც მოკვდა ლაზარი, ისე მოკვდა ამით სამეგრელო და ეს მათი გამოგვიძება თქვენზე არის დამოკიდებული და ამცენ ქართველობაზე მე ამას ვიტყოდი და ყოველთვის ვამბობ. რათა განდიდეს ძეხვთისა. ანუ აი ეს ენა, რომელსაც ახლა ჩვენ ვამბობთ. ის ენა, რომელიც ისევ და ისევ გამოიგონეს იმ კოლხელებმა, როდესაც ჩვენ მთლიან საქართველოს კოლხეთი იყო და მაშინ ყველა მეგრულად საუბრობთ. ეხლა მე მიმართავ მეგრელებს. მარგალეფ ჯიმალეფი, თი ხალხის ნამუს ომ გიღუნა გაჩაღებული ჩინ გადოჯიმალებ წყუმან და ვაიღუდეს თის დასამტკიცებელი საბუთი. ნამდათენა ნინარე შონურდო მარგალეფ სერიოზული თი ნინეფრე ნამუთ თეს გესყუაფილე მთელ ქორფილ ნინა. ამდღა გამშართი შირსათი ჩკიმხასიასა და თქვა ხეს კიდეკინეთ თი დოკუმენტისა ნამდვილად შეიძლება ნებისმიერ შვიდობიჯის ქაფორად თესაბუთები. ონირვიანები მუთუარე, ოჩკუბები ხო მუთუარე, სკანტილიოდო ხვამელიო შილebe იფრიდის კეთება. ოღონდ რჩკინა ოკოდეს. და საბუთ ხეზე კებდას, ათერ რჩკინას მათქვა გარძანა. შირსათის გამშართი ჩკიმხასიასა და ხოძრონ ფერფეს. რა გაიგეთ ხა ჩვენმა ქართელმა მეგობრებმა ვერაფერი, ხო? აი რო ვერ გავიგეთ. ამიტომ მას დიალექტი არ ქვია. თუ ვერ გებულობ, ესე იგი ენა არის განსხვავებული. და თუ მაინც გესმით ერთმანეთისა, იმას ქვია დიალექტი. ვაი და ვი იმათ თუ ამას ვერ გებულობს. მაგრამ ნახეთ ახლა იქ ვიდეოში 2 საათზე რომ დავდებ, იქ ჩანდეს იქნება ყველაფერი.
მე ხა არ ვამბობ იქ ემოციები, ამას ემოციები არ ჭირდება. ეს არის ძალიან ადვილი რამ. უბრალოდ ელემენტარული ანი და ბანი. მოჩვენა და თავად მეტი არ აქვს. კარგით, მეგობრებო, ესე იგი 2 საათზე დაიდება დღეს. ნუ ხა რაც მოვყევი იმაზე. 3 საკითხია იქ თუ 4. შემდეგ საღამოს მე დავდებ იანვრის, ამავე წლის იანვრის თვის შემოსავალს, შემოჭირულობას და მე ვნახოთ აბა ამ ასე ვთქვათ სახსებით გავალ ჩვენ ფონს თუ არა, ხო? ეცილება იმ სიმწრის არსებობს, ხო იცით? კარგით, ხვალიდან დავიწყებ მე იმას, რა ქვია, შეკრებას, ხალხის შეკრებას ჯერ აქედან ვნახოთ და დავადგინოთ ვინ და სად როგორ არის და რამდენი ხარ ჩემთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აბა კარგად. კილოსად კიდევ ერთხელ დავითობას. ნუ დავიძე მოგიყევით ახლა დასაწყისში. დავაზე და ყველაფერი. აბა კარგად. მოვალ შეხვედრამდე. არ უნდა გასვლა. აჰა, წავიდა.